მოგესალმებით, უყურებთ ახალმობებს პირველზე მე ქეთი მამრიგიშვილია. აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველი 4 თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიც არის დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობობა, ვაჭრობა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. ამასთან კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობისა და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში. 2026 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.2%-ით, ხოლო პირველი 4 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8.3%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი. აპრილის თვეში ეკონომიკურ მიზნამ 6.2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.3%-ს გაუტოლდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული. ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობის და სხვა სექტორებმა. ყოველივე ზემოაღნიშნულს, რა თქმა უნდა, განაპირობებს ის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია, ის ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა. ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის სახელმწიფო ობლიგაციები პირველად სინდიკაციის მეთოდით წარმატებით გაყიდა. ეს ნიშნავს, რომ პროცესში ერთდროულად რამდენიმე საინვესტიციო ბანკი მონაწილეობდა. ეს თანხა 2026 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ლარის ობლიგაციაა, რაც მთავრობამ გამოუშვა. გამოშვებას დიდი ინტერესი მოყვა როგორც უცხოელი, ისე ქართველი ინვესტორების მხრიდან. მოთხოვნამ 1.8 მილიონ ლარს მიაღწია, რაც შეთავაზებულ თანხას 4.5-ჯერ აღემატება. პროცესს ორი ქართული საინვესტიციო კომპანია Galt and Taggart და TBC კაპიტალი ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ინვესტორთა ტიპებს, 64% გადანაწილდა საერთაშორისო აქტივების მმართველ კომპანიებზე, 24% ადგილობრივ სადაზღვევო და საპენსიო ფონდებზე, 11% კომერციულ ბანკებზე, ხოლო 1% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე. აღნიშნული გამოშვება მიზნად ისახავდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებას და მეტი არარეზიდენტი ინვესტორის დაინტერესებას. საბოლოო ჯამში განთავსდა 5.9 წლის ვადიანობის 400 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან მაღალი იყო მოთხოვნა და თავდაპირველმა განაცხადებმა შეადგინა 1.8 მილიარდ ლარამდე, პრაქტიკულად 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოშვების მოცულობას. ამას საშუალება მოგცა, რომ ფასი ორჯერ შემცირებული იყო სინდიკაციის პროცესში და პრაქტიკულად იმ პერიოდში არსებული იგივე ვადიანობის საბაზრო ფასთან გათანაბრებულიყო. მიმდინარე გამოშვება განხორციელდა 26 წლის ბიუჯეტით საშინაო ვალისთვის განსაზღვრული მთლიანი ზღვრული მოცულობის ფარგლებში, შესაბამისად აღნიშნული განთავსებით არ მომხდარა ბიუჯეტისთვის დამატებითი რესურსის მოძიება ან დამატებითი ვალის მთლიანი მოცულობის ზრდა. გზით გამოშვებამ შესაძლებლობა მოგცა, რომ მოგვეზიდა უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორების დიდი ინტერესი. Galt and Taggart, როგორც მოწინავე საინვესტიციო ბანკი საქართველოში, იყო ჩართული ამ ტრანზაქციაში და ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ტრანზაქციის წარმატებით დასრულებაში. ლოკალური ემისიის მიმართ უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორების ასეთი ძლიერი ინტერესი აჩენს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ ამ ინსტიტუციონალური ინვესტორების დაინტერესება პოტენციურად ვიხილოთ ასევე კერძო ემისიების მიმართულებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ამ მიმართულებით. ჩვენ TBC კაპიტალი როგორც ერთ-ერთი ლიდერი საინვესტიციო ბანკი ჩართული ვიყავით ამ ტრანზაქციაში, როგორც განთავსების აგენტები და მართლაც დავინახეთ, რომ საკმაოდ დიდი ინტერესი წამოვიდა განსაკუთრებით საერთაშორისო მოთამაშეებიდან. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ მოთამაშეების თვითონ მყიდველების 65% საბოლოოდ მაინც უცხოელი მოთამაშეები იყვნენ, საიდანაც უმეტესობა ძალიან ცნობილი საერთაშორისო აქტივების მმართველები იყვნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპანიები და ეს ფონდები აქტიურად უყურებენ საქართველოს.
გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული 6 პოლიციელის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების მუხლით წარედგინათ, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რითაც არსებითად დაიღვა დაზარალებულის უფლებები. ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. რაც შეეხება დაზარალებულს, ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. კლინიკის დირექტორის თქმით, პაციენტს ყველა შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა, მათ შორის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა დაზიანება არ გამოვლინდა. ლევან რატიანის განცხადებით, არ გამოვლინდა არც მწვავე ნევროლოგიური დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაკვირვებისთვის რამდენიმე დღე ის კლინიკაში დარჩება. ყველაფერი აბსოლუტურად კონტროლზეა, არაფერი მიზეზი რაიმე საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ობიექტურად არ არსებობს, რა კი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა, რომ ის გადიოდეს რაღაცა მკურნალობის დაკვირვების კურსს, გამოკვლევებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია, რომ ყველაფერი ეს იქნება დაკმაყოფილებული, როგორც მოითხოვს უშუალოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროება, მისი დამოკიდებულება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში აბსოლუტურად მოიხსნება ნებისმიერი კითხვა, საკითხი დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ბუნებრივია, რომ ყველა სერვისი იქნება მიწოდებული, თუმცა ამ წუთას არაფერი პირი არ უჩანს ისეთი, რომ რაიმე საჭიროება მკვეთრად გამოკვეთილია, რომელიც თქვა მოითხოვება პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩაუტარდა ყველა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევა. ჩატარებული კვლევას მოიცავდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე ყველა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია. დღეს შედგა ნევროლოგების მიერ კონსილიუმი. პაციენტს ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს, თქვა, სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას არ ვლინდება. ვიტალური პარამეტრები სტაბილურია. მხოლოდ და მხოლოდ დაყოვნების მიზეზი პაციენტთან არის შემდგომი მონიტორინგი, ვინაიდან ის აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, ასევე ჰქონდა გულისრევის შეგრძნება. ჩვენ კლინიკაში ამ პერიოდამდე, ამ წუთამდე გულისრევის შეგრძნება, ღებინება არ ყოფილა, მაგრამ რადგანაც არის ასეთი მდგომარეობა, პაციენტს მონიტორინგისთვის შემდგომი დაკვირვების მიზნით იმყოფება ნევროლოგიურ განყოფილებაში. გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ნაცმოძრაობის ხელისუფლების სახეები კონკრეტული ფაქტის განზოგადებას ცდილობენ, სისტემურ ძალადობაზე საუბრობენ. ეს კი იმ ფონზე, რომ საზოგადოება მომხდარ მძიმე ფაქტზე საგამოძიებო უწყობების როლი და ეფექტური რეაგირება იხილა. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ციხეებში მის პრეზიდენტობის დროს პრობლემები არ ყოფილა და გავრცელებული ვიდეო მტკიცებულებებისა და პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა აღბეჭდილი რუსული სპეცსამსახურების შემოქმედება. მართლ გუნდში კი ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს მათი ხელისუფლების დროს მომხდარ მძიმე დანაშაულებებს ახსენებენ და ამბობენ, რომ სისტემური დანაშაულები სწორედ მათი ხელწერა იყო, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებითაც დასტურდება. რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს, ქართულ ოცნებაში ხაზს უსვამენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და გამონაკლისი ვერავინ იქნება. ეს არის სისტემური წამების კიდევ ერთი ეპიზოდი, რაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველა ქუჩაზე, ყველა ქალაქში, ყველა დაბაში არიან საფრთხის ქვეშ, სისტემური წამების საფრთხის ქვეშ. ციხის კადრები რუსების შეკვეთით იყო დადგმული და იყო რუსული დიდი სპეცოპერაციის ნაწილი და გორის კადრები კი ნამდვილი. ეს საქართველოში ხდება პრაქტიკულად ყოველდღე. სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ადამიანების წინააღმდეგ, სხვადასხვა პოლიციელების მონაწილეობით, მაგრამ ხდება ყოველდღე. ქართული პოლიცია დღეს არის ეს. არაფერი განსხვავებული არ ხდება სხვაგან. ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელები, ასობით ადამიანის ქუჩაში დამხვრეტები, სისტემური წამების რეჟიმის შემქმნელები, რომელიც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით. ახლა ბედავენ და საუბრობენ სისტემურ დანაშაულებზე. მაშინ, როდესაც მაგალითად გირგვლიანის საქმის განხილვისა სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ გაუგნებულია სასამართლო, თუ როგორი შეხმატკივნებულად საქართველოს პარლამენტი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს
პრეზიდენტი სასამართლოსთან ერთად ცდილობდა, რომ გაიმართლებინა მაშინდელი დამნაშავეები. ეს არის რეალურად სისტემური დანაშაული, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა შექმნილი და ამის დაბრუნება უნდა და ეხლა ეს ადამიანები ბედავენ და საუბრობენ ადამიანის უფლებებზე. ეს არ უნდა იყოს რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, რა პოზიციაც არ უნდა იყოს, იგი კანონი ყოველთვის ყველა შემთხვევაში მათ მიმართ იქნება მკაცრი. დაპირისპირების ახალი ტალღა ოპოზიციურ ალიანსში ნიკა კვარამია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ნიკა მელიას კრიტიკას კრიტიკით ვეპასუხობს. კვარამიას თქმით, რევოლუციას ერთი ადამიანი ვერ ახდენს და ეს 2003 წელს ვარდების რევოლუციისას ერთპიროვნულად არც სააკაშვილს გაუკეთებია. დაპირისპირება ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილმა შეიტანა. სააკაშვილი საკუთარი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მთავარ შეცდომად მიიჩნევს წლების წინ გამართული აქციის დაშლას, როდესაც მისი მტკიცებით ხალხს სააკაშვილის გათავისუფლება შეეძლო. მმართველი გუნდი კი მოძრაობაში შემავალი კლანების დაპირისპირებაზე საუბრობს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სრულად გამოფიტული ოპოზიცია წარუმატებლობების ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობს. მუდმივი ურთიერთბრალდებებიც სწორედ ამით არის განპირობებული. ჯერთი ეს არ არის სიმართლე, რასაც ამბობს ნიკასთან დაკავშირებით, რომ მან დაშალა მიტინგი, საქმე არ ვიცი რას ნიშნავს ვინმე დაშალა მიტინგი, თუ ვინმეს რამეს გაკეთება უნდა და იქ იყვნენ და შეძლოთ რომ გაიკეთებიან. სხვა შორის გია ბარამიძემ დაწერა კომენტარი, რომ თუ ვინმეს ბრალია ესო, მაშინ ჩემი ბრალიც არის, იმიტომ რომ კოლექტიური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიტინგების გადაზრდა რევოლუციებში არ ხდება ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით, ეს მიშა სააკაშვილის გადაწყვეტილებითაც არ მოხდა 2003 წელს. იქაც ხალხის გადაწყვეტილება იყო. მე არ მესმის მიშა სააკაშვილის მხრიდან ეს კიდევ ერთხელ მისი საქმეა ეს, მაგრამ ეს ნეგატიური გაგრძელებების გარდა ამას არაფერი არ მოაქვს. იწვევს დაპირისპირებებს პარტიებს შორის, ისაც არ გვაკლია. არაფერი დაპირისპირება ამ შემთხვევაში არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურ პატიმარი, ხანდახან ეხსენებს ხოლმე წარსულს, ხანდახან აწყოზე საუბრობს მომავალზე, ამიტომ ყველა მის სტატუსში ხა ჭირკედელაობა და იმის ზებნა რომ აი აგერ აქ ვინმეს ებრძვის არის ნამდვილად ზედმეტი. სწორი სლოგანი შეარჩია კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ 26 მაისის აქციაზე და რა თქმა უნდა საქართველოს უკეთეს იმსახურებს, უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს. ამ ქვეყნის მოძულეების და კონსტიტუციის თავზე დამხობების ფეხქვეშ გამთელავების ადგილი რა თქმა უნდა არ არის და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ძალები, რომლებიც სრულად არიან კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასულები, იყვნენ სამართლებრივ რეჟიმში გასამართლებულები, საკონსტიტუციო სასამართლოში. კუდრაჩობილი გაერთიანება. შეუძლებელია ასეთი არა ერთმანეთთან თავსებადი ადამიანების ერთად თავმოყრა და მე რაღაცა შედეგი იმედი რომ ესენი რამეს გააკეთებენ. ეს ადამიანები არიან აი დესტრუქციაზე აწყობილი. მათ დიალოგი არა თუ საზოგადოებასთან, არა თუ თქვა ოპონენტებთან, ერთმანეთთანაც კი არ შეუძლიათ. და ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებენ. ექსპერტი დავით ქართველიშვილის სოციალურ ქსელში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისა და მათი ადგილობრივი აგენტურის შესახებ წერს. ქართველიშვილის განცხადებით დღეს სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები აწარმოებენ ომებს, არღვევენ ქვეყანათა სუვერენიტეტს, აწყობენ მიგრაციულ ტალღებს, რითაც ანადგურებენ ერების თვითმყოფადობას, აწარმოებენ LGBT პროპაგანდას და სწორედ ეს ძალები მართავენ დღეს ოპოზიციის საფარქვეშ მოქმედ აგენტურას საქართველოში. დავით ქართველიშვილი ანა დოლიძეს უცხო ძალების აგენტად მოიხსენებს და წერს, რომ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან მოყოლებული საქართველოში უცხო ძალის ინტერესებს ატარებს. ცეცხლი ოლიგარქიას წარმოუდგამს ანა დოლიძეს ერთ-ერთ ძველ და გამოცდილ აგენტს, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან მოყოლებული ატარებს საქართველოში უცხო ძალის ინტერესებს. მან შეახსენა ადგილობრივ აგენტურას, რომ ეს სლოგანი უნდა დაბრუნდეს მათ დღის წესრიგში, რასაც აგრერიგად ხშირად და მაღალი ტემბრით იმეორებდნენ მისნაირი ანტიქართველები, სახელების და გვარების მიუხედავად. ახლა საქმე რაშია? დღეს მთელს მსოფლიოში ყველაზე მიყრუებული სოფლის მცხოვრებმაც კი იცის, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე გლობალური ომის პარტია, იგივე Deep State, იგივე მდიდარი ოჯახები განკარგავენ და მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას, ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და კოლექტიური პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელობას. დღეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები აწარმოებენ ომებს, არღვევენ ქვეყანათა სუვერენიტეტს, აწყობენ მიგრაციულ ტალღებს, რითაც შლიან და ანადგურებენ ერების თვითმყოფადობას, ასევე აწარმოებენ
აწარმოებენ LGBT პროპაგანდას, რომ ადამიანს დაავიწყონ საკუთარი სქესიც კი. ასევე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოლიგარქიული ოჯახების ამ ქმედებებს აქვთ კონკრეტული მიზანი, რაც ჯერ კიდევ შორეულ 1922 წელს საკუთარ წიგნში აღწერა ოლდოს ჰაქსლიმ, როდესაც შეამზადა საზოგადოება, რომ მსოფლიოში იქნებოდა ხელოვნურად გამოწვეული კატაკლიზმები, ხოლო უბედურებას გადარჩენილი უსქესო და უსამშობლო ადამიანები ოლიგარქიული ოჯახების მოსამსახურე უსულო არსებები უნდა გამხდარიყვნენ. ყველა კარგად ხედავს, რომ ეს პროცესი ამჟამად ყველაზე მძაფრ ფაზაშია შესული. გლობალური ომის პარტია, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ყველა ფრონტზე მძაფრად უტევს ქვეყანათა ყოფას და სუვერენიტეტს, ერების თვითმყოფადობასა და სულიერებას, გენეტიკასა და კულტურას. ამ ფონზე, როდესაც დღეს, ისე როგორც არასდროს ყველასთვის ნათელია ვინ არის ოლიგარქი, აქაური აგენტურისგან თავიანთი პატრონებისათვის ცეცხლის წაგიდების მოწოდება შესაძლოა მათთვისვე იყოს სახიფათო. თორემ მე პირადად, როგორც ერთი მართლმადიდებელი ქართველი, სრულად ვეთანხმები მის მოწოდებას. და ეს ცეცხლმა წაიღოს ოლიგარქიული მმართველობა, რომელსაც მათ შორის ჩვენი ქვეყნის გადაშენება დაუსახავს მიზნად. ბოლოს კი, პირველ რიგში საკუთარ თავს და ჩემს თანამებრძოლებს, თითოეულ ქართველ პატრიოტს მოვუწოდებ, რომ სწორედ ჩვენ დავიწყოთ ამ სლოგანის დამკვიდრება და მოწოდება. სწორედ ჩვენ გავიმეოროთ ხშირად, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა უნდა დაემხოს და მსოფლიოს ერები დაუბრუნდნენ არსებობას და განვითარებას თავიანთ იდეოლოგიურ საწყისებზე. ასე რომ, ცეცხლი deep states, ცეცხლი არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას. გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა. პროკურატურის ზედამხედველობით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძების ფარგლებში დადგინდა, რომ ალექსანდრე გაბაშულმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელ პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით ჯგუფური მოქმედება დააორგანიზეს. ისინი შერჩეულ მსხვერპლებს გოგონების სახელით წერდნენ და წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილზე შეხვედრაზე ითანხმებდნენ, შემდეგ კი უსაფრთხებოდნენ და ჯგუფურად ძალადობდნენ. ძალადობის ამსახველ კადრებს კი მობილურ ტელეფონში ინახავდნენ და მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსაც. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებულ მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას და პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. გამოძების ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თბილისის სხვადასხვა უბანში ნაქირავებ ბინებში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სათბურები, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდნენ. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა. დანაშაული ოსრამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ რუსთავში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულმა სხვადასხვა დროს რუსთავში დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სწრაფი ჩარისხვის აპარატებში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიამ 7,000 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიიღო. ნივთურ მტკიცებად ამოღებულია ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ყალბი კუპიურები. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურორმა უწყების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. გიორგი გვარაკაძემ მათ პროფესიონალიზმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურის პროკურორების და გამომძიებლების კეთილსინდისერება, თავდაუზოგავი შრომა, ცოდნა და გამოცდილება საქართველოს მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლის 30 მაისიდან აღინიშნება. თავად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურის თანამშრომლების საქმიანობა მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის ნდობა და ერთობა, ცხოვრების წესი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა.
რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე თითოეულ ჩვენგანს აკისრია. თქვენ ყოველდღიურად და უშიშრად იცავთ კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და სახელმწიფოს ინტერესებს. სწორედ თქვენი პრინციპულობა, მიუკერძოებლობა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს მყარ საფუძველს და გამოგარჩევთ როგორც ძლიერ პროფესიულ გუნდს. პირველ რიგში მადლობას გადავუხდი საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ვინაიდან ყოველთვის ცდილობს რომ წაახალისოს თითოეული თანამშრომელი, პროკურორი, რომელიც დატვირთული რეჟიმში პირობებში უძღვება ურთულეს საქმეებს. მადლობა თითოეულ ჩემს კოლეგას, რომლებიც ესე თავდაუზოგავად მუშაობენ და მადლობა ასევე ამ სამსახურს. პროკურატურის თანამშრომლის ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებულია ღირსების, შეუპოვრობის, პასუხისმგებლობის გრძნობასთან. ისინი იბრძვიან ყოველდღიურად სამართლიანობისთვის და საზოგადოების უფლებების დასაცავად. პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს ვუსურვებ წარმატებას მათ ღირსეულ საქმიანობაში. სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლედის ხდომა გამართა. ხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ასევე მესამე მოსმენით ბაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები განიხილეს. პარლამენტის წევრებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე განთავსებული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურის უნიკალური კოლექციები და კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები დაათვალიერეს. სოფლის მეურნეობის კომიტეტი გამოდის ინიციატივით და როგორც აქამდე ეს გავაკეთეთ ღვინოსთან დაკავშირებით და ქართულ ხორბალთან და ტრადიციებთან დაკავშირებით ვქნით სამუშაო ჯგუფს, სადაც ვაპირებთ რომ მომავალ წელს უკვე მივმართოთ იუნესკოს აღიარებისთვის, რომ ჩვენი მთის ლუდის ხარშვის ტრადიციებიც ანალოგიურად იქნეს აღიარებული იუნესკოს მიერ, ვინაიდან ჩვენ ამისთვის გაგვაჩნია საკმაო მასალა, როგორც ისტორიული, ასევე მეცნიერული და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მიმართულებაც წარმატებით დასრულდება და ჩვენ ქართველებს გვექნება კიდევ ერთი მიმართულება საამაყო, რაც იქნება მსოფლიოს მიერ აღიარებული როგორც არემატერიალური კულტურული ძეგლი. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. ფოთის სასამართლომ გემი სამართალ დამღვევად ცნოდა 100,000 ლარით დააჯარიმა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო ყოველდღურად ახორციელებს ზღვაზე მცურავი საშუალებების შემოძნებას. მიმდინარე წელს დაიწერა 11 სამართალდაღუების ოკნი, აქედან 7 არის ზღვის დაბინძურების ფაქტი და აღსანიშნავია, რომ ფაქტიურად ნოლამდეა დაყვანილი ნავთობპროდუქტების ზღვის დაბინძურება. სპორტის მინისტრის სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სლოვაკ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე ისაუბრეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს. საუბარი ასევე შეეხო სლოვაკეთში მიმდინარე მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატსაც, რომელზეც საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს. სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს შევხვდი სლოვაკეთის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო წარიმართა, შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ორ სამინისტროს შორის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმ რეფორმებზე, რომელიც მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ასევე სლოვაკეთში. ასევე შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ახლო მომავალში შესაძლებელია, რომ სლოვაკეთის ტურიზმისა და სპორტის მინისტრი ეწვიოს საქართველოს და ორ ქვეყანას შორის გაფორმდეს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მეოჯახის სახელმწიფო ახალგაზრდული პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად შეხვედრა გამართა ახალციხის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას კონკურსში გამარჯვებული პროექტი გააცნეს. სტუდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს სივრცის მოწყობას, სადაც თაობების წარმომადგენლებს შორის დისკუსიების გამართვის შესაძლებლობა გაჩნდება. ახალციხის მერიამ და საკრებულომ პროექტის მხარდაჭერაზე სრული მზაობა გამოთქვეს. ძალიან საინტერესო პროექტი წარმოგვიდგინა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, სამი თაობის ურთიერთობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზად არის ახალგაზრდული პროექტების, ახალგაზრდული იდეების მხარდასაჭერად და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ პროექტის ფარგლებში
უზრუნველყოთ შესაბამისი როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ფინანსური მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ასე კარგად უდგან ადგილობრივ ახალგაზრდებს გვერდით. ისინი შეპირდნენ ახალგაზრდებს მხარდაჭერას, ეს ძალიან გვახარებს, რადგან ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს არაჩვეულებრივი პროექტი მოხდეს, გადავიტანოთ სხვა მუნიციპალიტეტებშიც და მოხდეს სხვაგანაც ამის განხორციელება. პროექტი იმ მნიშვნელოვან ფასეულობებზე დგას ეს პროექტი, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია, ჩვენი პიროვნული განვითარება, ოჯახის და სახელმწიფოს განვითარება. ჩვენ რა თქმა უნდა დიდი სიხარულით ჩავერთვებით ამ პროექტის უკვე რეალიზების ნაწილში, მზად ვართ საგანმანათლებლო მოკლევადიანი პროექტები შევთავაზოთ როგორც ხანდაზმული ადამიანებისათვის, აგრეთვე ახალგაზრდებისათვის. ეს ხაბალო ინფორმაცია პირველზე ერთმანეთს უბრალოდ 4-ზე შევხვდებით დროებით.